თქვენი ბატონ დანიელის ცეკვისათვის ანსამბლ ქართული სულისათვის და სანამ ბოლოს დღეს ციფერბლად დავუმაგრებ უბრალოდ თან დავუმაგრებ და თან გეტყვით რამ მასწავლა ამ საათმა ეს ბრიგით მეორე გახლავთ პირველი გამოფუჭდა სრული კრახი განიცადა და ასეც უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ რო ვადარების რაშუაში იყო საერთოდ ბევრი ეს წინწკლები ეს მრგვალი ბევრი მომივიდა როუტერმა მოკლედ საერთოდ ნაკუწ დაშალა არასწორად უნდა შემომეჭრა და არასწორად გააკეთა ეტყობა თხელი გამომევიდა და მაგიტომ ანუ უფრო სქელი უნდა ყოფილიყო საათი და ნახეთ ყოველთვის შეხედეთ ყველაფერს ასე რაც ხდება თქვენთვის ხდება რომ შექმნათ უფრო კარგი რასაც ცხოვრებაშიც ასეთია ესე არის აი რასაც ეს ყველაფერი მასწავლის ჩემი შემოქმედება ღმერთი ამ შემოქმედებით რას მასწავლის რომ ცხოვრებაშიც ეს არის არ გამოვიდა ის ანუ უფრო კარგი უნდა შემექმნა მე თუ ენერგიას დახარჯავდი წუწუნში ვაიბაგლახში და ასე შემდეგ არ შეიქმნებოდა მე კიდევ ვენდებ თქვი კარგი იყოს ნება შენი აღსრულება ჩემი და შევქმენი რაღაც ახალი სხვა ბევრად უკეთესი და ნახეთ დავასრულე ყველაფერი გავაკეთე რამდენი ენერგია რამდენი რამ ჩავდე თან როუტერთან მუშაობა არ არის ადვილი და იდეალურად გავაკეთე გვერდები ყველაფერი და უცბად მეუნება ეხლა ამოსაჭრელი მქონდა აი ეს უკან ნახეთ ეს მქონდა უბრალოდ მექანიზმის რო ჩამესვა მექანიზმი ამისთვის უნდა ამომეჭრა ეს ლამაზად როუტერით და როუტერთან მუშაობა არ გახლავთ ადვილი და მასკულინური საკითხები ამ ადამიანმა მითხრა რომ მე სახლებს ვაკეთებ მოკლედ ეკლესია ჩემი გაკეთებული არისო და დაგეხმარებიო სურვილი გამოთქვა დახმარების და კარგი მეთქი ნახეთ რაში წომა დაუშვი ვენდე მას და არასაკუთარ თავს ანუ ჩემი გასაკეთებელი სხვას მივეცი და რა მოხდა გაექცა როუტერი და სულ გადახა საათი ანუ გარეთ გამოვიდა გესმით როუტერი სულ იმას გერაგვია აი ესეთი როგორ თქვა დირკა არის რუსულად ქართულ შესატყვის ვეძებ ესეთი ხრელი გაუკეთა იმედი მაქვს სწორად თქვი აი ესეთი ხრელი გაუკეთა და იყო საათი რა გადასაგდები და ნახეთ არ დავიწყეთ ყველმართალის ძებნა არ დავიწყეთ დანაშ ჩემი გონება ასე არასრულებს რომ ვარ ხდება იმაში რა ქვია დეპრესიაში და რაღაცა ეგრევე დავიწყე გამოსავლის თან ვამბობ რომ დედა მეთქი და თან ვუყურებ და თან გამოსავლის გადავაგდო ახალი გავაკეთო მაგრამ დროში ვიყავი შეზღუდული ხვალ არის დედის დღე და ხვალისთვის უნდა მიმეტანა რესტორანში იკრებებიან და ხვალისთვის უნდა მიმეტანა აი ეს უნიკალური საათი და რა გავაკეთო ეხლა ახალს ვერ მოვასწრებ რაღაც 2 დღე თუ 3 დღე რჩებოდა რა თქმა უნდა ვერ გავაკეთებდი და როგორ გამოვასწრო ნუ მოკლედ ვეტყვი რომ ბოდიში ყველაფერი და მაგრამ თავარი რა იყო ანუ აი ეს ვარიანტებიც იყო მაგრამ თავარი იყო როგორ გამოვასწრო ეს როგორ შევძინო ახალი სიცოცხლე ამას ანუ ფაქტიურად მოკლა და მე უნდა გამეცოცხლებინა ხელმეორედ და ნახეთ რა მოხდა მოვიფიქრე რეიჩელის დახმარებით მოვიფიქრე რომ ეგრევე გადავწყვიტე რომ ამ საათს აუცილებლად გავაცოცხლებდი და რეიჩელი მე დავსვა ესა მე ეს და რეიჩელმა მითხრა რომ დედაჩემთან რომ მოდის მომვლელი საოცარი ადამიანი ღვთისმიერი დღეში ორჯერ ერთ-ერთი საათით მითხრა რომ აი ესე გააკეთეო და მისი წყალობით შევქმენი საათი საოცარი ნახეთ ულამაზესი ნახეთ იმ პირველი საათი რო გამიფუჭდა რო არ დავიწყეთ ვინმეს დადანაშაულება არც მაშინ რო ვენდე ღმერთს ზოგჯერ ჩვენ ვერ ხედავთ ხოლმე იმ გზას რომელიც ღმერთს აქვს ჩვენთვის გაკუთვნილი წუწუნებთ ეს რატომ მოხდა ვადანაშაულებთ სხვებს არ ვიღებთ პასუხისგებლობა საკუთარ თავზე და არ ვქნით იმას რისთვისაც ეს ყველაფერი მოხდა ამიტომ ყველაფერი ჩვენთვის ხდება ჩვენთვის რომ შეიქმნას რაღაც სასწაული არ ნახული
და ნახეთ ვენდედა მართლაც თუმცა მერე აფუჭდა არ დამიწყი არც იქ არავის დანაშაულებელ თუმცა ვისწავლე რა ნახეთ ღმერთი ასეც გვასწავლის ჩემკარ შემოქმედებითაც მასწავლის ნდობია იმიტომ რომ ძალიან ვენდობი და მივყვები მას და იმიტომ ვსწავლობ მასწავლა ფრთხილად იყავ ირგვლივ ყავდეს ის ადამიანები კი არა ვინც შეცდომებს არ უშვებენ იმიტომ რომ შეცდომებს ყველა ვუშვებთ არამედ ისინი ვინც წამებში გამოსავალს გაპოვნინებენ ვინც არ დაიწყებენ ტყუანი მართლის ძიებას დადანაშაულებას წუნწუნს გვევას და ასე შემდეგ არამედ ვინც ქმედებას დაიწყებს აი ასეთი ადამიანები ამიტომ არის ნათქვამი რომ მითხარი ვენდრი არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო შენ თუ 3 წუწუნა ადამიანთან ხარ მეოთხე შენ იქნები და შენ თუ 3 მილიონერ მილიარდელ ადამიანთან ადამიანის გვერდით დგახარ ანუ 3 მეგობარი შენი არის მილიონერი ან მილიარდელი მეოთხე აუცილებლად შენ იქნები და არა იმიტომ რომ ისინი გაგხდიან არამედ იმიტომ რომ შენი ვიბრაცია იწება შენ სხვანაირად დაიწყებ ყველაფრის ყურებას და თავად შექმნი საოცრებას და საოცრებას როდესაც ქმნი ფული რა თქმა უნდა აუცილებლად მოვა როდესაც ღვთის გზასად გახარ როდესაც ხარ შემომქმედი იმიტომ აუცილებელი არის კონდეს სუფთა უნდა იყოს სუფთა რა თქმა უნდა ხა ხელსაც უნდა მიუარო თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არ ვიტყვი ყველაფერი მნიშვნელოვანი არის მოდი ასე ვიტყვი და კიდე რა არის მნიშვნელოვანი სუფთად კონდეს აზროვნება ანუ რას ფიქრობ სუფთა აზრები ანუ პოზიტიური სუფთა უნდა კონდეს მეტყველება როდესაც იგინები ზეცას აფურთხებ შენ თავს აგინებ რას აკეთებ ნეგატივს გასცემ ამიტომ ნეგატივი გიბრუნდება ამიტომ სუფთად უნდა ის პოზიტიური საუბარი უნდა გქონდეს პოზიტიურად უნდა მეტყველებდე დადებითად კარგად სწორად არ ვიცი როგორ აგიხსნათ და ქმედებაც გესმით სუფთა უნდა იყოს შენი ქმედება ჭეშმარიტებას ღმერთს უნდა ემსახურებოდეს თითოეული შენი ნაბიჯი და მაშინ გადმოგეცემა ის რასაც შენ ვერ ხედავ რაც ღმერთს აქვს შენთვის გადმოსაძემი გამზადებული დარჩით რწმენის ქუჩაზე ენდეთ ღმერთ მაშინ როდესაც აი ნახეთ არ ვარგო და გადასაგდები იყო ნეგატივი კი რა ვიცი რა აღარ იყო რო ვუყურებდი ცუდად ხდებოდი თუმცა ვენდე ღმერთს არ გადავაგდე და ძველისგან შევქმენი რაღაც ახალი საოცრება სასწაული არ ნახული და ამიტომ მადლიერი ვარ აი ყველაფერი ყოველთვის მასწავლის იმიტომ რომ ცხოვრობ აქ და ახლა და ვაკვირდები ვარ დამკვირვებელი და დამანახა კვლავ ღმერთმა ძალიან მნიშვნელოვანი არის ვინ ხარ და ვისთან ერთად ხარ ეს განსაზღვრავს შენ მომავალს გავაკეთე თქვენთვის საათი ეს საათი ვის სიმბოლოა იცით არ გამეროდეს საათი გადასაგდები თუმცა არ გამეროდი მივედე ღმერთს და შექმნა ის რაც შესაქმნელი იყო ახლა ნეტავა მოვიღო ახლა ცოტა მძიმე არის Wow, bravo! დავიაროთ ღვთის გზაზე და ვიქნებით